მოგესალმებით მეგობრებო, ერთი საინტერესო კვლევა უნდა გაგიზიაროთ, მოკლედ. ნანუკა ჟორჟოლიანმა დადო ვიდეოს გაჩვენებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ ესეთი რამ წაუნძღვარია. ბავშვებო 2006 წელს ვინც დაბადებულები არ იყავით, ან პატერები იყავით, გაერთეთ 2006 წლის საქართველოს, ძალიან პოზიტიური საქართველოს, ეხლა მე გავუშვებ. მაღალი ტემპერატურები დაიჭირა თბილისში და აი ძალიან სიცხეებია და ხალხი შეწუხებულია. ესე იგი მოგცა დავალება, რათა ცენტრალური მაგისტრალები გაგვიგრილებინა, რომ ხალხისთვის ცოტა შვება მიგვეცა, სიარულის დროს ცოტა გაგრილებულმა მაინც ეარა და სუნთქვის საშუალება ქონდეთ იმდენად, რომ აი მადლობთ გააჩერეთ. მოკლედ ეს არის ვინმე გიორგაძე, სახელი თემური. თემურ გიორგაძე იყო მუშაობდა მერიებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი და ნახეთ რა ბედნიერი ქვეყანაა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი აგრილებს ასფალტს რომ მოქალაქეებმა სიცხეში ამ ხვატში კარგად იარონ. ვინ არის ეს თემურ გიორგაძე? თემურ გიორგაძე არის ადამიანი, რომელიც დაატარებდა გვამებს 26 მაისი 2011 წელი გახსოვთ, გვამები ჯიხურზე. აი ზუსტად ეს კაცი, აი ბედი არსებობს რა, ბედი არსებობს. აი გაუშვათ როგორ ყვება თავის დაკითხვიდან გამოდის. ჩვენ სამსახურთან იყო შემოერთებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ამის ირგვლივ ჰქონდა შეკითხვები, ვინაიდან მაშინ სასწრაფო დახმარება ჩვენთან რო იყო, კონკრეტულად მე ვიყავი ხელმძღვანელი და რა ვითარებაში მუშაობდა, როგორ მუშაობდა და რა ფუნქციებს ასრულებდა იმ პერიოდში, ამის ირგვლივ იყო შეკითხვები დასმული და გაცემული იყო მაქსიმალურად პასუხი, ჩემიდან რაც იყო და რაც ვიცოდი მაქსიმალურად მქონდა იმის საშუალება, რომ მიმეცა ჩვენება გამოძიებისათვის და რაც თავარია გამოძიებასთან თანამშრომლობას შემდგომშიც ვაპირებ თუ ამის საჭიროება დადგება, მათ მხრიდანაც ყველაფერი იყო ძალიან ლოგიკურად და ძალიან ისე მოქცევებითაც უაღრესად კარგად იქცეოდნენ, მომეცნენ და აქედან გამომდინარე მეც არანაირი პრობლემა არ შექმნია იმის რომ სიმართლე მეთქვა და არაფერი, იქ იყო როგორც იცით რომ იყო რაღაც ისეთი ვითარებები, სადაც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს ეს ადამიანი, აი ნანუკას მიერ მოწონებული საქართველოში, ეს თემურ გიორგაძე იყო ადამიანი, ვინც ესწრებოდა დარბევას, შემდეგ უკვე, როდესაც დარბევის გამო ვიღაცები გაექცნენ უბრალოდ დარბევებს და დენი დაარტყა. ორ კაცს და შეაგდეს ჯიხურის თავზე, ან ჯიხურის თავზე აძურა. 2006 წელი მაინც რატო არჩია ნანუკა, აი ეგ წყალგამყოფით არის რატო. აი უყურე როგორ არის არ ახსოვს, ეს ხო ამნეზია. თან ამ პერიოდის საქართველოში უკვე ყველაფერი მომხდარია. ამნეზია, აქ ახსოვს და აქ არ ახსოვს. აი ეს ფიგურა რითი დაგვამახსოვრა? ამ ფიგურამ თავი. მე რო უყურე ნანუკას ამ ხოტბას, ხო? მე გამახსენდა ეს კადრი. როგორ გამოვიდა დაკითხვიდან და როგორ აძლევდა პასუხს გამოძიებას თუ როგორ იპოვა, როგორ გადაადგილა დახოცილი. ნანუკამ მაგალითად ის ბიჭები რო დააჭერინა და საშინლად რომ მოექცა, ხო, მაგასაც ხო არ იხსენებს პრობლემურად. არა, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება. ეგენი ხო მაგათ პერიოდი იყო და მოსულა რა. ახლა კოდუები თუ რაღაცას იზავდნენ. დაურეკეს და ახლა ხო, აბა ამერი რო აერევათ და კი უნდა დაგიჭირო. სამუდამო. რაზე არის საუბარი? და ქცევა. არა, ეს გაგრილების თემას მაგას ორი რაღაცა. ერთი ზუსტად ეს ბნელები, ნანუკა და მისი წყვილადის კლასტერი პანდემიის დროს, COVID პანდემიის დროს, როდესაც ქუჩების მორეცხვა ჩატარდა და სტერილიზაცია. მაგაზე გახსოვს რა ამბავი ქონდათ? ხარდაობ. რო ეს რა საშინელება არის და ეს როგორ ვაკადრეს და ეს როგორ შეიძლება ამას დაარქვან მუშაობა და ასე შემდეგ. და ტიპებმა ვაგრილებდით რა ნახე რა კაი ქვეყანა იყო და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ეგ გაგრილება რატო იყო შენ არ გახსოვს? არ მახსოვს. ცხონებული ლევან გაჩეჩილაძის ის იყო რომ გარშე უკვე ისეც ხელაო თბილისში რომ სამჯერ მიწევსო აბაზანაშიო შესვლა დღის მანძილზეო რა და ამაზე ძალიან ერთ-ერთ ეთერში ბევრი ილაპარაკა რა მაგაზე რომ ნუ გარშე ცხელაო რა მაგრაო რა და უპასუხეს ეს იყო პასუხი ხო ნუ ოღონდ კიდე ერთხელ გიორგაძე როგორ დაგვამახსოვდა ამას დაამახსოვდა როგორც გამგრილებელი ქუჩების და ყველას დაამახსოვდა როგორც გვამების აქეთიკით დამტარებელი. ნენსი ვოლანდი როგორ დაუძახეთ თქვენ? არ შეიძლება ხო კი ბატონო? ნენსი როლანდი. გაუშვათ. აი ნედა 2006 წელს მოსწრებოდა გაგარიცხვის კამპანიას. რუსთავი 2, ანუ რუსთავი 2, ანუ რუსეთის თავი მეორე.
ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტელევიზია იმართება პირდაპირ რუსეთიდან და არის რუსეთის მეორე თავი. ასაგები. ხო, მე ვამბობდი, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ კვალიფიცირებული ფსიქიატრი. მე მგონია რომ რუსეთი იმართება რუსთავი 2-დან ვაფშე. პირიქით არის. აბა ესე დაფიქრდეს. პირიქით. ხო. ნუ რა შეიძლება ამაზე ითქვას, უკვე არაფერი. ეს უნდა გავუშვათ კომენტარის გარეშე. კაკო ბობოხიძის ძალიან დიდი ეხლა მოვისაი კიდე ერთჯერ. ეგ ნახის რო ეძახეს. ბოცოა ეს თუ არა? არა, კაცო, რაკჭის შეკიდე. შენ განგები, ხო? მერევა. კაკო ბობოხიძე სადაც ჩვენ გვეძახის ნახის. კაკო ბობოხიძე ხალხო გვეძახის ნახის. გავშვით. არა. ფაქტი მოწება შემთხვევით არ არის ხელისუფლებაში. მას შინაგანად ხარს უჭერს ადამიანების აი არ ვიცი რა ტერმინი ვიხარო პუტინის შემთხვევით ხო არ არის პუტინს გაუმართლა იმიტომ რომ იმდენად აი ნახირი მას აყავს რუსი ხალხის უმეტესობის სახე ამათაც აყავთ ნახირები არა უნდა ნახო კომენტარები ემა უპირობო არა ზიზღარი მხარ დავაჭირე ხო აი არა ხო რა ვიცი მე გონია რომ მერტი რატო არ გაიცინებს აკაკი ბობოხიძე მაღალი ინტელექტუალური და კაი იუმორის გზნობით და მაღალი ჰუმანიზმით ხარდამჭერები ნაცები ჯობია ყურებიანი კაცი რომელმაც ახალგაზრდებს მოუწოდა სამოქალაქო ომისკენ იმიტომ რომ ჩვენ უკვე ჩვენ ვიომეთ მე სადგამახ მაგის თავი ხო ამ ნაცების ხარდამჭერის გამო იომეთ ნახე 1,200,000 ამომრჩეველს და კაი თავი დავანებოთ მაგას რა ძალიან ბევრ ხალხს ვიწოდა ნახირი ვინ ნახირი კაცო აი ღმერთი რატო არ გაიცინებს რა მე იტყვიან რომ აი სადღაც რომ ვიღაცა მოქალაქე შეხვდება აუგს რატო ამბობს მასზე ხო მე უკვის მე ნაციონალური მოძრაობის თუ ოპოზიციის ამომრჩეველს ნახის არ დავიძახებ არასოდეს მე ნახის გვარამი არის ხო ბიომასა უძახა და ის რა ქვია მიშამშულდაძემ დედა აგინა ნახის და გიშ უწოდებ აი გიჟებს მართლა გიჟებს ქუჩაში რომ მაწანწალებები დარბიან ამათ უწოდებ ლევან სანიკიძე შეხედე ნაციონალურ მოძრაობა მამის გამკურტიზება რამდენიც არ უნდა ეცადოს ივანიშვილმა და კიდევ სხვა ზოგიერთმა აქტორმა ნაციონალური მოძრაობის და პირადად საქართველოს მესამე პრეზიდენტის როლის ნიველირება არის მიღწევები და არის სახელი რომელსაც ისინი ვერ წაშლიან და ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში საუკეთესოდ იგრძნობა რომ დიახ ნაციონალური მოძრაობა არის ქართულ ხალხთან ერთად თავარი დესპანი ამერიკის შეერთებულ მეგობრებო სულ ცოტა ხნის წინ 2 დღის წინ ფარას მიხედვით გამჟღავნდა დოკუმენტები სადაც $300,000 აქვთ გადახდილი კონკრეტული პირების პიარისთვის ნაციონალური მოძრაობა კი არა ფული არის თავარი დესპანი ლობირებისას და ვინც გადაუხდის ის ჩარჩობს რაც შეეხება ამათ ეფექტურ დესპანობას შეგახსენებთ რომ მეგობარი აქტის სვლა კიდევ ერთხელ ალბათ სამუდამოდ დაიბლოკა და კიდევ შეგახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების დოქტრინას სადაც წერია რომ ნატო უნდა შეწყვეტოს გაფართოება რუსეთთან უნდა დაიკავოს სტაბილური სტრატეგიული პარტნიორობა და უნდა ელაპარაკოს არა რაღაც კავშირებს მაგალითად ევროკავშირს ეს არ წერია მაგრამ იგულისხმება არამედ ეროვნულ თავრობებს და გაითვალისწინოს მათი ეროვნული ინტერესები ეგრო იცოდეთ ეს რატო ჩავიდა ლევან სანიკიძე იქ აი ილია ლონტი დისნეილენდში უნდა ალბათ დისნეილენდში უნდა დონალდ დაკთან კი ბატონო ნაკა კალტოზიშვილის სიტყვები ყოველთვის საინტერესოა და ლონტი ლონტი მეორე გვერდზეა და ნაკა გავუშვათ პირველ გვერდზეა ნაკა დარჩა ნაკა ძალიან სერიოზული ადამიანი ხელოვნება მელპომენას მუზა თეატრის მუზარი მელპომენა და თავად ნაკა არის მელპომენა მე მგონი აზროვნების ნაწილშიც შესაძლებელი არის ძალიან დაებრივია კი ბატონო გავუშვით თუ შეიძლება და თან მგონია რომ პოლიტიკური სპექტრიც აი რაღაცნაირად ისე იწმინდება თავისით ხდება რაღაცნაირად გაწმენდა აი ამ ველისაც და ვთქვათ რეგენერაცია ხდება გარკვეულწილად თუმცა აქაც ბევრი კითხვებია იმდენ ჩაიკეტა კი ძალიან ბევრი კითხვებია მაგრამ სხვანაირად ანუ რეალურად აი ეს ერთი წელი ესეთი რო არ ყოფილიყო ან ძალიან ბევრი რაღაცა გაში ბევრი ვინმე გაშეშულა ბევრი რაღაც გაშეშულა და ქართული ოცნებაც ძალიან აი რუსთაველის პროტესტმა და ამ ერთწლიანმა დგომამ აი პირდაპირ მე ვთვლი რომ ისე გააშიშლა ქართულებს და უბრალოდ ვეღარ იტყუება. და რატო ავიღეთ მაშინ არჩევნებზე, ახლა ხანს არჩევნებზე, იმდენივე ხმა რაც წინ არჩევნებს. თუმცა აქაც მე მგონი ახლა მუზეუმის ნუ გავისწრება შენ რომ 400,000 ხმა გვაქვს გაყალბებული 400,000. რამდენი? ხო, 400,000 ხმა გვაქვს გაყალბებული. ილია გლონტი გავუშვით.
ჩვენ ყველა ყოველდღიურად ვხედავთ თუ რა დანაშაულებს ჩადის ქართული ოცნება ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს მომავლის წინააღმდეგ. ამ პროტესტში და სხვა პროტესტებში უნდა ყველანი გავერთიანდეთ, რომ ძალაუფლება დაუბრუნოთ ხალხს და კიდევ ერთხელ გადავარჩინოთ ეს ბიჭო, ლიჩნად იზას მაგას. მართლა ამას. ხალხს დაუბრუნოთ ძალაუფლება, აი ვიღაცა შეიძლება უხდება, ხო, მაგალითად ჯონ ლენონს. არა, ჩე გევარას, ფიდელ კასტროს, ლენინსაც უხდებოდა. გედევა ფოფხაძეს. სტალინს შეიძლება, ხათშიც არ იყო ეგეთი ორატორი და არ უხდებოდა ეგეთი მოსწონილი გვაქვს ყველას. სტალინის მიჩები, მაგრამ ნუ დიდი ძალა იდგა სტალინის უკან. ტვინი ქონდა. ხო, მაგრამ ასეთი მნიშვნელობა ეხლა რას აქვს, რომ გედევან ფოფხაძეს აქვს, რა თქმა უნდა, მურმან დუმბაძეს უხდება გენაცვალე. სახალხო ლიდერები. ილიაღლუნს ეხლა ეს არ უხდება რა. და შემახსენეთ აი ამ ხალხის მოწამვლის გენოციდი და არქვის, ოღონდ ერთი ადამიანი არ არის, არამც თუ გარდაცვლილი, სერიოზული დაშავებული, არც ერთი არ არის ეგრეთ წოდებული შხამით. რამდენი გამოვიდა გასულ დღეებში, რა მასა გამოვიდა? Tens of thousands. ვერ თქვა ვერავინ, ვერ თვითის, ხო? გასაგებია. სადაც თქვენი პროტესტი? მე მაინტერესებს ამას კაკუნის კიდე ეშინია. მე მგონი კაკუნის ფობია და კაკუნის იმ რევოლუციონერს. ბიჭო, უყურე, ჩვენ ვლაპარაკობთ რევოლუციონერზე, რომელმაც თქვა, რომ, короче, მას შემდეგო რაცო ნახეო, ჩხრეკებიო და ამბებიო, იმის მე რომ სახლის კარზეო რომ მიკაკუნებენო, გული მისკდება. მაგ რევოლუციონერზე გვაქვს ჩვენ საუბარი. და მაგ ხალხზე გვაქვს საუბარი, ვინც უნდა ეს ქვეყანა დააყენოს ევროპულ განვითარების გზაზე. მაშინ ძალიან ნერვიულობდი, ეხლა აღარ ნერვიულობს. ანუ შეგაურო დაძლია ფობია. მართლაც რომ გედევან ფოფხაძე მეგობრებო დიდი ბოდიში ყუიაზე წასული კაცი. კი ბატონო. საქართველოში ადამიანის უფლებები და როგორ ექცევიან მოქალაქეებს de facto ხელისუფლების წარმომადგენლები. პროტესტი უნდა იყოს უწყვეტი. იმიტომ რომ სანამდე არის პროტესტი, მანამდე ვერ გაფორმდება რუსული დიქტატურა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გულისკევილი ყველას შეიძლება გქონდეს იმაზე, რომ ეს პროტესტი უფრო მასშტაბური არ არის ვიდრე გვინდა შარშან იყო მასშტაბური და როგორ მოექცნდა, როგორ ჩაახშეს მაგ ყველაფერი ნახეთ, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ერთად, გასაგებია. ჩვენ სულ გვიკვირს ხოლმე, რომ როდემდე უნდა იძახონ ეს დიქტატურა 2012 წლიდან ამბობენ რუსული დიქტატურა მყარდება. ტირანია. თურმე რატო ვერ მყარდება ბოლომდე? იმიტომ რომ პროტესტია. აკაცუკები რომ ჯერ კიდევ მოძრაობენ, ეს არის ერთადერთი რაც ამ ქვეყანას იცავს ბოლომდე რუსული დიქტატურაში. გედევან ფოფხაძის 30 დღიანი დიეტა. მაგან არის დაიცვა? დაიცვა, შენი აზრით? უკეთესი რა გააკეთეს. ხო, ეგეც არის. ხო, სერიოზული. აკლები ბრძოლა გონია შენ? ამა არა, ეხა მიშამი ბრძოლა, მაგარი 200 დღეში შევა ძმაო იმან. ვიშარო ჯენზიებს აგინებს არა, მაგრამ აკრიტიკებს იცი? რა, რაზე? ჯენზიები რატო არ გამოდიხართ ჯენზის სიცოცხლის დასაცავად? არა, ჯენზი დაგწამრესო, საშინელი შხამითო. და თქვენ ჯენზი არ გამოდიხართ თქვენივე სიცოცხლის დასაცავად. ანუ სად არის ჯენზიო რა? ხო, ან ჩვენ გვაქვს ეგ აბსურდი, სადაც ეს ოპოზიცია უმტკიცებს ხალხს, რომ მოწამლული ხარ და ამაზე უნდა ხო, ბიჭო, ძალიან საინტერესოა რა, პოსტფაქტუმ, ანუ მე დამხვრიტეს ბაბუ არის რა, აი სუთა ეს პრობლემაა. მე დამხვრიტეს ბაბუ, ანუ 1 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ დახვრიტეს რა, მოკვდნეს, ხო? ძალიან როცა ხო, და რა თავარია, რამდენიმე სტატია დაიწერა არა ჩვენი კეთილის მოსურნეების, ანუ ოპოზიციაში მყოფი აქტივისტების მიერაც კი, ოღონდ ადეკვატურები. სადაც ანალიზია და ასკვნია, რომ ალბათ ეს რაღაცა კამიტე, ხო, არ არის ეს, იმიტომ რომ მართლა საშინელ ასე ვთქვათ, სპორტს გამოიწვევდა. როგორ დაესინენ, იცი, ბაია პატარა. დედა უტირეს. რა, სხვა შორის მინაულდა. კოცებად მოიხსენეს, უნახე მინაულდა. იმიტომ რომ სუსმა გამოძიება ჩაატარა და დაიდო კონკრეტული ნივთიერება რომელიც იყო გარეული და რომელიც არც ერთი ქვეყნის არც ერთ აკრძალულ ნივთიერებად სიაში არ არის. ნუ რასაკვირველია ეს თავიდანვე აბსურდი იყო ყველამ ვიცოდი, მაგრამ გამოძიებითაც დადასტურდა რომ ეს არის აბსურდი. ანუ ეხლა მაშინ ისე უნდა იმას ქნა რომ ის ნატოს და ევროკავშირის სტატურო აქვს იმ ძმა, მეძმას
აი ეგ არის სამყაროში მარტო ერთ-ერთი მართალი როჟა, ვინც იცის რომ რომელიც არ იძახის. კამიტე, რომელიც წყალში ვერ იხსნება, გაიხსნა მაინც და რომელიც არ იძახის, ხათაშორი. ხო და მაგანაც ზადნი მისა მაგანაც მამამაც მაგიზმა ოჯახმა. კაცო ჩვენ რა შუა ინტერპრეტაცია იყო ეს. გაუშვათ გიჟი ურბანდუბაძე თუ არ გაუშვათ? მე მგონი არ. არა, სალომე სამადაშვილი გაუშვათ ალოკეზე. ისე სხვადასხვა თუ ვინმეზე შეიძლება თქვა რომ ეს მართლა რაიმეთი მოწამლული ხო არ არის, რომ კამიტეტი ან რამეთი არის მურმანდუბაძე. მურმანდუბაძე. აი ეს ბაო ეგ არის მართლა გეოგრაფიის სიმბოლო. აიძო. დაზო, რამე საინტერესო ამბობ? გაუშვით უბედურებაში ცხოვრობთ და მაინტერესებს. შენთვის კი არის უბედურება, აბა. რეალურად დღეს რაღაც 30-იანი წლების საქართველოს უფრო გავს ის ვითარება რაშიც ვარ, ვიდრე რაიმე მსგავსება შეიძლება იყოს 9 აპრილის შემდგომ საქართველოსთან. ეს არის დასმენების საქართველო, ეს არის დაბეზღებების საქართველო. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც პოლიტიკური აზრის გამო და ამ აზრის გამოთქმის გამო ადამიანებს ციხეში უშვებენ. ჩვენ ვცხოვრობთ უბედურებაში, პირდაპირ ვთქვა. გასაგებია, მოდის ანუ დასმენების საქართველო ეს რამდენი წლის იყო, როცა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შესაბამისად დასმენის ფეტიშიზაცია მოახდინეს საქართველოში. გახსოვთ ეგ დრო? ანუ დასმენა იყო, როგორ იცი, თვითონ პოლიტიკური თანამდებობის პირები ასმენდნენ ხალხს. გახსოვთ ეგ დრო? კი და ასმენენ კი. აბეზღება. მაგაზე მე პრეზიდენტი გამოდიოდა, ტაშს უკრავდა ღირსების. აი მაგალითად როცა ქალაქის მერმა ჭიაბერაშვილმა დაასმინა თავისი მოადგილე პატარა ცუგას რომ მიუგდებენ ძვალს ისე მიუგდო საჩუქრად საათი და ამან ჰაერში დაიჭირა და ამას მთელი ცხოვრება შევინახავ. ანუ ლამის დაიჭირეს ის საწყალი, არაფერი არ გაუკეთებია, საათი აჩუქა. იმან ღირსეულად კი არ თქვა რომ არ მინდა საათი, ან კონფლიქტი კი არ შევიდა. მივიდა დააბეზღა რა. გასაგებია. კარგი. ნუ ეგ დრო აღარ არის და დასმენების დრო წავიდა. გნიდების დრო წავიდა. გნიდებმა ბავშვების უნდა იხტუნა, უნდა იაკაცუკონ. დარჩებიან ისო გნიდებად დააკაცუქებად, რომელიც ვერასოდეს ვერ გაიჭაჭანებენ ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში და მით უმეტეს რაიმედების ძალაუფლებას. ხატია დეკანოიძე გაუშვით. შუაში არ არის ქალბატონო ემა 13 წლის წინ რა ხდებოდა. 13 წელი რეჟიმია, ქართული ოცნების რეჟიმია ხელისუფლებაში. მე გეუბნების ჩემს სტანდარტს, თანამედროვე პოლიციურ სტანდარტს რა არის, რომ წყლის ჭავლის დროს არათუ რაიმე სახის ქიმიური ნაერთი, არაფრის გამოყენება არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ დამატებით იყენებდნენ სხვა სპეციალურ საშუალებებს, გაზის ბალონებს, რომელსაც ისროდნენ, წიწაკის სპრეის და ასე შემდეგ. ამიტომ წყლის ჭავლის დროს მას აქვს თავისი დატვირთვა საზოგადოებრივი წესრიგის, ასე ვთქვათ, დამყარებისას, რაც არ იყო საზოგადოებრივი წესრიგი. კი, და ნაცებმა იციან ეს თავის წესრიგი და თავისი წესები როგორი აქვს რა. იგივე 26 მაისს იყო ძალიან მაგარი 26 მაისი. თითიც საჩვენებელი. გვაუწყდებით რომ არანაკლებ ყველაზე ჰუმანური 6 მაისს სამართლოსთან იყო ყველაზე ჰუმანური. რომელიც მე პოლიციის დღედ გამოაცხადა, ანუ ირონიის ზეირონია. კი, იმიტომ რომ გადაუხსნეს თავი ყველა დეპუტატებს, ბავშვებს და მანდილ ქალებს როცებენ. ქალებს, ჟურნალისტებს და ასე შემდეგ. კი ბატონო. გიგაური თუ შეიძლება გრიგოლია ეკითხება, ნახეთ, აი გრიგოლია მეორე პოლიცია. მადლობა წარმატებას გისურვებ. რა ვიცი, განცდა როგორი გაგიჩნდათ სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის გამო თქვენც ხო არ გიჭერენ? იმიტომ რომ აი ეს ჯაშუშობა თუ რა ქვია, უცხოეთის ორგანიზაციისთვის სრულ საქმიანობაში დახმარება, პოლიტიკოსების წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალი ვნახეთ, ახალი საქმე, რაღაც გამოძიება დავიწყეთო და რადგან თქვენც მოგიწიათ ამ კითხვებზე პასუხი? მე არაფერს არ გამჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომ უკვე აღარაფერი აღარ უნდა გამოურიცხოთ. ამიტომ ნახოთ რა იქნება. წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა. ეკა გიგაური საუბრობდა. მართლა უნდა მოსულოთ. ეკა გიგაური, რომელიც შემჩნეულია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაზიანებაში და თავისი NGO საქმიანობით, არ ვიცი, მეტი არაფერი გაუკეთებია. ხან ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ემხრობოდა, ხან კაბინეტ დადიოდა და ეუბნებოდა ეგ პუნქტებს არ ასრულებენ საქართველოში და დაასანქცირეთ, ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ და რა ვიცი. ის არ გახსოვს კაცო, ეკა გიგაური რომ გამოვიდა 2020 იყო თუ 18 უბრალოდ ეგ აღარ მახსოვს ზუსტად. იუსტიციაშიო ყავ პირადობებს ბეჭდა. აბა, სამი NGO გამოვიდა. ხო, მან გიგაური ისგა ესე პოსტერზე თორე, სამი იყვნენ, აღარ მახსოვს ზუსტად. სამი. რომელი წელი იყო შენ გახსოვს? არჩევნების წინ საპრეზიდენტო იყო, ან საპარლამენტო. არა, ან 20 იყო, ან საპარლამენტო. მაშინ 20 იყო. კი. სრული სერიოზულობით
გახსოვს წყარო რა თქვა ანონიმური წყარო ყავს მე გამოძიება ჩაატარეს მაგას კი და ბოლოს გამოვიდა და თქვა რომ ეხლა რა ვიცი წყარო ეგრე მომაწოდა როგორ არ უნდა მეთქვა ბოკუჩავა გავუშვით ლაპარაკობს BBC-ს გამოძიების შემდეგ ხო ვერ ააგორეს ვერაფერი და სინამდვილედ ამბობს რომ მეტი კოორდინაცია გვინდა გავუშვით ზავნა აღნიშნულთან დაკავშირებით მე რა თქმა უნდა ვისურვებდი ამ შემთხვევაშიც რომ უფრო მეტი კოორდინაცია იყოს ხოლმე ოპოზიციურ პარტიებს შორის, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. აქ ინდივიდუალური აქტივობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და გავაკეთებთ. თავარია მივიღოთ შედეგი. ერთი ეს არის სწორედ ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის შესახებ. ქიმიური იარაღის და მეორე ეს არის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რომელიც არის საქართველოში. ამაზეც არის საუბარი, რატომ? იმიტომ რომ ეს არის გავაჩერეთ ანუ ხმაშეწყობილად ვერ ვიწივლეთ და ანუ ადამიანის უყურე რა ჭირთ გენაცვალეს შედაკარგი სიტყვა ჭარბი რეალობა შექმნეს და მე ეთყობა თვისება სოციოლოგებმა უნდა გამოიკვლიონ ეს ამბავი ჭარბი რეალობა თვითონ გჭამს მე ვერ გამოდიხარ აი ფატა მორგანასავით არის მირაჟში ხარ და ვერ ხვდები ანუ სენსი გეკარგება რომ ეს რეალობა არ არის ეს კოორდინაციას როგორ უწუნებს ოპოზიციურ პარტიებს ხმართან ვერ დაალაგა კოორდინაცია იმაზე შეთანხმებული იყვნენ მომიტაცეს თუ არაო რომელი ჩვენება მიეცათ ხმარი ერთს ამბობდა ცოლი მეორეს მოგახსოვს და ბოლოს და დღემდე რატო არ გვისაჯაროებს iPhone-ის ლოკაციას და ბოლოს შენი მეუღლე სად იმყოფებოდა და ბოლოს მინდა სრულ გადაცემის დროს ხა საერთაშორისო ამბავიც ჩვენ ალბათ ჯერ არ გვისაუბრია ამერიკის შეერთებული შტატების ახალ დოქტრინაზე თეორი სიტყვა დასაწყისში ვერ თქვით ამათი რეაქცია რა არის ლიბერდებილების რომ ესეთი დოქტრინა ყოველ წელს იწერება ეს სიაბანდი დოქტრინაა და შემდეგ შეგახსენებთ დოქტრინაში შავი თეთრი წერია მონროს ახალი პოლიტიკის ახალი დოქტრინის შესახებ ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ძირითადად დაკავებული იქნება საკუთარი კონტინენტებით, ორი კონტინენტით. და იქ ვენესუელა რიგში, იმიტომ რომ ვენესუელაში არის ძალიან ბევრი ნავთობი. და თუ ყველაზე მეტი დედამიწის ზურგზე და კიდე პრობლემა ის აქვს, რომ ჩინელები შევიდნენ მექსიკაში, ჩინელები შევიდნენ ბრაზილიაში, ჩინელები შევიდნენ კოლუმბიაში, ჩინეთი აი ესე იპყრობს იქითა ნახევარსფეროს. ამიტომ ამერიკამ უარი უნდა თქვა სოფლიო პოლიციელობაზე, უნდა დაელაპარაკოს ეროვნულ მთავრობებს და არა ევროკავშირებს და სხვა მაიმუნობებს და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი მაგარი ამბავი, არ ვიცი იცით თუ არა, გერმანიის კანცლერმა ინტერნეტში რო აგინებდნენ დაწერა 4000-მდე საჩივარ. 4999 საჩივარ. ხო და აი ამ საინტერესო ანალიზის დრო. ხო უნდა დააკავა იურისტები. 4000 ანუ ხტები სადამდე რა გაგიჟებულია ტიპი? ხო და ამ საინტერესო ანალიზის შემდეგ მე მგონი ირაკლი კუპრაძე აღარ უნდა გაუშვათ. ირაკლი კუპრაძე არასოდეს აღარ უნდა გაუშვათ. არ ამბობს. 499 კანცლერმა, რომელსაც თითოეული წუთი 400 თუ 4000. 5000-მდე რა. 5000-მდე ინდივიდუალური საჩივარი გერმანიის მოქალაქეებს. იმაზე Facebook-ში პოსტის გამო, სადაც მას აგინებდნენ, ხო? და უნდა დაიჭიროს ეს 5000 კაცი. 5000 კაცი. რა პრობლემაა? ანუ დრო აქვს მაგისი. ანუ განა რაღაცა ბრიტანეთში რამდენი პატიმარი არის? სოციალში გამოხატული მისამო 14-მდე. 14000-მდე. ძალიან კარგია მეგობრებო. იმაზე კი არ ვამბობთ რომ რაღაც ვიღაცის ყლელობა, სურვესა რაღაცა. ვიღაცამ აბორტის წინააღმდეგ ჰეიტსპიჩა და კვალიფიცირეს. დიდი მადლობა ჩვენ ერთმანეთს მადლობა ყურადღებისთვის. სხვა. ავამდე.